აბიტურიენტებო, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. ახლა კი მარტივად გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ. ხშირად ჩდება შეკითხვა. გჭირდება თუ არა პირადობის მოწმობა რეგისტრაციის დროს. პირადობის მოწმობა გჭირდებათ მხოლოდ გამოცდაზე, ხოლო რეგისტრაცია შესაძლებელია პირადი ნომრითაც. რეგისტრაციის გავლამდე აბიტურიენტმა უნდა გადაიხადოს თითოეული საგნის შესაბამისი თანხა. პირველ რიგში შევდივართ ვებგვერდზე online.naec.g. ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევის შემდეგ უნდა დავაკლიკოთ განაცხადის შევსება, შეცვლას. ამის შემდგომ კი პირადი ნომრის გრაფაში უნდა ჩავწეროთ ჩვენი პირადი ნომერი და კარგად გადავამოწმოთ. ყურადღება მიაქციეთ საკონტაქტო ნომერს, რომლითაც გაიარეთ რეგისტრაცია, რადგანაც მთლიანი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში ამ ნომერზე მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. მეორე ეტაპია მონაცემების შეყვანა. წესებზე დათანხმებისა და მოქალაქეობის მითითების შემდეგ იწყება უშუალოდ რეგისტრაციის პროცესი, სადაც უნდა მივუთითოთ პირადი ინფორმაცია, სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, არჩევითი საგნები და უნივერსიტეტები. უნივერსიტეტების შეცვლა შემდგომშიც შეგვიძლია. ყურადღებით მიუთითეთ საგამოცდო ქალაქი, ანუ ქალაქი, სადაც გსურთ რომ დაწეროთ გამოცდები. რადგანაც აბიტურიენტებს ხშირად ეშლებათ საგამოცდო ქალაქის მითითება და შემდგომ ვერ ცვლიან. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი GU გისურვებთ წარმატებებს.